ინდოეთისგან განსხვავებით პაკისტანის სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. პაკისტანში არ არსებობს როგორც ესეთი პაკისტანური ნაციონალიზმი, იმიტომ რომ პაკისტანი არის საკმაოდ ჭრელი ეთნიკური ქვეყანა, რომელსაც უჭირს ჰომოგენიზაცია და თუნდაც სახელმწიფო ტერიტორიული სახელმწიფოების შენარჩუნება. აი თქვენ უკაზე ხედავთ, აბსოლუტურად განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, რომელთაც აქვს საკუთარი სეპარატისტული განწყობები. ნუ ძირითადად პაკისტანის ბირთვი, ცენტრი ეს არის პუნჯაბის რეგიონი, რასაც წვანეთ ხედავთ, თუმცა გარკვეული სეპარატისტული განწყობები არსებობს მის სამხრეთ რეგიონებში, სინდის პროვინციასა და ბელუჩისტანის პროვინციაში. ბელუჩისტანზე ჩვენ მე შევეხეთეთ დიდი ვეზირის ეპიზოდში და ასევე არსებობს სეპარატისტული განწყობები მის ჩრდილოეთ პროვინციაში, ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთ პუშტუნისტანში, ხაიბერ პახტუნხვაში, რომლის დიდი ნაწილი ასე ვთქვათ, მეზობელ ავღანეთში მდებარეობს, ამიტაც პუშტუნები ცხოვრობენ და ავღანელ პუშტუნებს აქვთ პრეტენზია ამ პროვინციაზე, რომ ეს პუშტუნისტანიც არის მათი ნაწილი. ისიც ვიცოდით, რომ პაკისტანისა და ავღანეთის აი ამ დასავლურ საზღვარს არ აღიარებს ავღანეთი დღემდე და მას ესეთი არაფორმალური პრეტენზიები პაკისტანის მიმართ დღემდე აქვს. ანუ პაკისტანი როგორც ესეთი შიგნით პოლიტიკურად არის მოწყვეტი და ამას ემატება ის, რომ პაკისტანი დღეს ბოლო რამდენიმე ათწლეულია, თითქმის 40 წელი თუ მეტი არა, არის რამდენიმე ათეული ტერორისტული ორგანიზაციის სახე და დღემდე ბევრი მათგანი აქტიურად ოპერირებს.